მე ვარ ემილი შაინიძე, დღეს გავხდი 9 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა, სიმღერა, მუსიკა, ხატვა, ცეკვა, საჭმელების გაკეთება. ყველა ისე ძალიან მიყვარს, რომ ვერ გამოვარჩევ. ყველაზე დიდი ხანია დავდივარ მუსიკაზე. ვსწავლობ ფალიაშვილის მუსიკალურში და ვარ მეორე კლასში. ვუკრავ ფორტეპიანოზე და კარგად გამომდის. მან და მაინც ფორტეპიანო იმიტომ ავარჩიე, რომ ძალიან ლამაზი ხმა აქვს. თავიდან ყველაზე რთული იყო სოლფეჯიო გამიჭირდა. მაგრამ მე შევეგუე და ვისწავლე. ყველაზე უფრო გამიადვილდა ნოტების წაკითხვა. სპეციალობაზე ჩემი მასწავლებელია რუსო ჯინჭარაძე. ძალიან კარგი მასწავლებელია, სულ მეფერება და სულ მეხუტება. მუსიკალურში ჩავაბარე მქონდა გამოცდა და არ ნერვიულობდი. ავარჩიეთ სიმღერის, რომელიმე სიმღერის პატარა ნაწყვეტი იქ დაუკრავდნენ, ჩვენ ვიმღერებდით, მერე ფანქარს დააკაკუნებდნენ, ჩვენ უნდა გაგვემეორებია. მერე რითმებს გააკეთებდნენ და ჩვენს უნდა გაგვემეორებია. 3 მასწავლებელი გვწდიდა და ყველას მოვეწონე. ერთხელ მქონდა ღია გაკვეთილი და იქაც კარგად დავუკარი. მე მინდა კონცერტი მქონდეს პარიზში. პიანინოს გარდა მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. მუსიკალურში მღერი გუნდში და კიდევ მღერი კლასიკურ გუნდში. მუსიკალურში მღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს, კლასიკურ გუნდში ძირითადად ინგლისურ სიმღერებს. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ბაბაიეთუ. ბაბაიეთუ ეთული ემინგუნი ეთუ ეთუ ამინა ბაბაიეთუ ეთული ემუჯინა ლაგოელი ტუგუზვე. ზოგჯერ სახლში მართავ კონცერტებს. სტუმრადაც რომ მივდივარ, იქაც მართავ. პარიზში რომ მექნება კონცერტი, დიდი სიამოვნებით დავუკრავდი და ვიმღერებდი. მაგ კონცერტზე ჩავიცმევ კლასიკურად. შიგნით თეთრ პერანგს, გარეთ შავ პიჯაკს. ბილეთი ეღირება 300 ევრო და მთელი დარბაზი იქნება სავსე. მე ამ ფულს დავხარჯავ ქვემოქმედებაში. მე ასევე მიყვარს ცეკვა და შევედი სამოყვარულო წრეზე. აქ იმიტომ შევედი, რომ არ მინდა მოცეკვავე გამოვიდე და ჩვეულებრივად ცეკვა ვისწავლო. ჩემი საყვარელი ცეკვებია ვალსი და აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი მამიკოს ცეკვას და მასთან ერთად ვიცეკვებდი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ბებია და ბაბუა, როცა სოფლიდან ჩამოდიან. მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. დედის ერთად რო ვარ ვერ ვერთობი სახლში, ბავშვების გარეშე. მაგრამ ძალიან ბევრ სტუმართან დავყავარ დედას და ამიტომ მაგით ვერთობი. ყველაზე უფრო სტუმრად წასვლა მიყვარს ჩემ ნათლულ ლილე ბერიძესთან. ჩემი მამიკო არის მხიარული, სიმპათიური, მშრომელი, ის ძალიან მართობს. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ ქალთა დღეს ყოველთვის ჩუქნის დედიკოს საჩუქრებს და თბილ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, ჩემსავით ბრანჭია. დედიკო დიასახლისი არის, ძალიან შრომობს ჩემთვის. ზოგჯერ ერთად ვაკეთებთ საჭმელებს და ვერთობით. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 1 წლის. ეს საჭმელი იყო პური, ბებიას ვეხმარებოდი და ხელავს ვურევდი ცომში. ახლა ყველაზე კარგად გამომდის კექსის გამოცხობა. დღეს კი გავხდი 9 წლის, მაგრამ სულ მინდა პატარა ვიყო, მაგალითად 1 წლის. იმიტომ რომ მგონია, რომ პატარა ბავშვი უფრო საყვარელია. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ბელა ნამგალაძე. იმიტომ რომ ის ყოველთვის გვიხსნის, რასაც ვერ მიხვდებით, ძალიან მხიარული არის და ასევე ყველაფერში გვეხმარება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე თარჯიმანი.
ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. როგორ ვისწავლე და თავიდან დავიწყე ადვილების ხატვა, მერე ცოტა გავაძნელე და მერე ძალიან ლამაზი ნახატები გამოვიდა. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანების სახეებს. რთული დასახატია, მაგრამ მე მიადვილდება. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს ჭუჭყიანი ვარდისფერი. ბევრი ნახატი მაქვს შენახული ბაღიდან დაწყებული, სკოლიდან დამთავრებული. მინდა ეს ნახატები მთელი ცხოვრებას ამახსოვროთ დამრჩეს. დავდივარ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და იქავრობა ძალიან მომწონს. დავდივარ როზე ერთი არის დაწყებითი ხელოვნების მოტორიკა, მეორე ინტერაქტიული თამაშობათა წრე. უფრო ვერთობი მოტორიკაზე, მაგრამ ორივე წრე ძალიან მიყვარს. ინტერაქტიულ წრეზე მასწავლის მაია ორაგველიძე. ის არის ძალიან ბილი, მოსიყვარულე, რასაც ვერ მიხვდებით, თავიდან წაგვიკითხავს და გაგვიმეორებ და ძალიან კარგ აქტივობებს გვაკეთებიებს. ლილი მასწავლებელი ცოტა მკაცრია, ძალიან საყვარელია, ძალიან როცა ვერ მიხვდებით, გვიხსნის თავიდან. თუ არ გამოგვივა, გვეტყვის, ახლა თუ არ გამოგივა, მეორეჯერ გამოგივა. მე ჩემს ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩვენს ქვეყანას დავალაგებდი. მაგალითად, ცოტ-ცოტ ადგილებში გავალამაზებდი. დავამატებდი რაღაც ქალაქებს და კიდევ დავამატებდი ქანდაკებებს და რაც თურქებმა წაიღეს ჩვენთან დავაბრუნებდი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რო შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი? და როდის? მე ვიმოგზაურებდი მე-20 საუკუნის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის დედმამის შვილი მყავდეს. ბედნიერება არის სიყვარული, ადამიანებთან მეგობრობა, ოჯახთან ურთიერთობა, ბევრი ნათესავებით გაცნობა და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.